გიფიქრიათ ოდესმე, რომ ოკეანის სანაპიროზე დიდი, ლამაზი, დიდრული სახლი გეყიდათ ხურდებით. ან ახალი, ძვირფასი მანქანა სიმბოლურ ფასად. ასეთი რამები არ ხდება. ზუსტად იგივე მიდგომა საჭიროა ცხონებასთან დაკავშირებით. ადამიანმა თავისი ცხონების საქმეში ენერგია უნდა ჩადოს. ამაზე დიდი საქმე არ არსებობს, რომ ადამიანი სასუფეველში დაბრუნდეს. ეს შენაძენი აღემატება ყველანაირ ვილას ოკეანის სანაპიროზე, ყველანაირ მანქანას, ყველანაირ შენაძენს. შესაბამისად, ეს ნამდვილი ძვირფასი შენაძენი არ შეიძლება მივიღოთ სიმბოლური მოღვაწეობით. ხურდებით სასუფეველს ვერ ვიყიდით. როგორიღაცა მოღვაწეობით იქ არ შეგვიშვებენ, რაც დარჩება ცოდვაზე დახარჯული ფულიდან, რაც დაგვრჩება ხოლმე, იმას რომ მოწყალებას გავცემთ, ეს საკმარისი არ იქნება. დიდ შენაძენს დიდი ფასი ჭირდება, სერიოზულ საქმეს ჭირდება სერიოზული მიდგომა. უფალმა სახარებაში ესე თქვა, ცათა სასუფეველი იიძულებისო. ანუ ეს არ მოვა, აი როგორც საჭმელი გამოძახებით, დარეკავ და მოგიტანენ. ესე არა. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს, იშრომოს. მამებს უწერიათ, სისხლი დაღვარეო, ოღონდაც კი სულიწმიდის მადლი მიიღე. ამიტომ მოდით ჩავდოთ ჩვენ ცხონებაში, ჩვენი ენერგია, რაც დაგვრჩება ხოლმე, ის ჩავდოთ ხოლმე მატერიალურ სამყაროში. და ძირითადი ჩვენი ენერგია უნდა ჩაიდოს ჩვენს მარადისობაში. მაშინ რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მერთვა გელახაროთ.